ციხის ვიწრო დერეფანში სამი ტუსაღიზის. ისინი ერთმანეთის მიყოლებით, წკრივში არიან განლაგებულნი. ლევანი მწკრივის ბოლოში ზის. ის ხედავს მის წინ მყოფ ორივე ადამიანს, გიორგის და დათოს. გიორგი შუაში ზის. ის ხედავს მხოლოდ მის წინ მჯდომ დათოს. დათო მწკრივის სათავეშია. ის კედლისკენაა სახით და ვერავის ხედავს. ზედამხედველმა მათ აუხსნა პირობა. მას აქვს 5 ქუდი, 3 წითელი და 2 თეთრი. ტუსაღებს თვალები აუხვიეს, თითოეულს თითო ქუდი დაახურეს, ხოლო დარჩენილი 2 ნივთი გადამალეს. წესი ასეთია: ვინც პირველი დაასახელებს საკუთარი ქუდის ფერს შეცდომის გარეშე, თავისუფლებას მოიპოვებს. შეცდომა კი სასტიკ დასჯას ნიშნავს. მოვლენათა განვითარება. ჯერ ლევანს ბოლოში მყოფს კითხეს პასუხი. მან შეხედა გიორგის და დათოს ქუდებს, დიდხანს იფიქრა და ბოლოს თქვა: ვერ ხვდები რა ფერის ქუდი მახურავს. შემდეგ ჯერი გიორგიზე, შუაში მყოფზე მიდგა. მან იცოდა რა თქვა ლევანმა, შეხედა მის წინ მჯდომ დათოს და მანაც დანებებით წარმოთქვა: ვერც მე ვხვდები პასუხს. ბოლოს, როდესაც ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ დათოს მიმართეს, რომელსაც არც ლევანი დაუნახავს და არც გიორგი, მან დარწმუნებით თქვა: მე ზუსტად ვიცი საკუთარი ქუდის ფერი. კითხვა: რა ფერის ქუდი ახურავს დათოს და როგორ მიხვდა ის ამას? დათომ პასუხი იპოვა იმის მიხედვით, თუ რატომ ვერ გასცეს პასუხი მის უკან მჯდომმა მეგობრებმა. შეგახსენებთ, რომ სულ გვაქვს 3 წითელი და 2 თეთრი ქუდი. ნაბიჯი 1. რას მიხვდა დათო ლევანის დუმილის შემდეგ? ლევანი ხედავს გიორგისაც და დათოსაც. მას საკუთარი ფერის დასახელება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო. თუ დაინახავდა, რომ გიორგისაც და დათოსაც თეთრი ქუდები ახურავთ. რადგან თეთრი ქუდი სულ 2-ია, ლევანი მაშინვე მიხვდებოდა, რომ მას მესამე, წითელი ახურავს. რადგან ლევანმა თქვა არ ვიციო, დათომ დაასკვნა. გიორგის და დათოს ორივეს ერთად თეთრი ქუდები არ ახურავთ. ეს ნიშნავს, რომ მათგან ერთს მაინც, ან ორივეს წითელი ახურავს. ნაბიჯი 2. რას მიხვდა დათო გიორგის დუმილის შემდეგ? გიორგი მოისმინა ლევანის პასუხი და მიხვდა, რომ ან მას ახურავს წითელი, ან დათოს, ან ორივეს. გიორგი უყურებს დათოს. გიორგი ფიქრობს: ლევანმა რომ ვერ გამოიცნო, ესე იგი მე და დათოს შორის ერთი წითელი მაინც არის. თუ მე ახლა დამინახავ, რომ დათოს თეთრი ახურავს, მაშინ გამოდის, რომ წითელი მე მახურავს და ამას ვიტყვი. მაგრამ გიორგი მათ თქვა არ ვიციო. ეს ნიშნავს, რომ მან დათოს თავზე თეთრი ქუდი ვერ დაინახა. ნაბიჯი 3. დათოს საბოლოო დასკვნა. დათო მოისმინა ორივე მეგობრის პასუხი და მიხვდა: ლევანი რომ ვერ მიხვდა, ესე იგი მე და გიორგი ორივე თეთრებში არ ვართ. გიორგი რომ ვერ მიხვდა, ესე იგი მე თეთრი არ მახურავს, თორემ გიორგი მიხვდებოდა, რომ თვითონ წითელი ეხურა. შესაბამისად, დათო მიხვდა, რომ მას აუცილებლად წითელი ქუდი ახურავს. აქედან გამომდინარე, დათოს ახურავს წითელი ქუდი. ის მიხვდა ამას იმიტომ, რომ გიორგიმ ვერ დაინახა დათოს თავზე თეთრი ქუდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი საკუთარ ფერს გამოიცნობდა.